მოგესალმებით, ჰოროსკოპი ჯის მენელს მაყურებელს, მე ასტროლოგი მიხეილ ცაგერელი წარმოგიდგენთ უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს, როგორ იქნება ეს კვირა 19-25 იანვრის შუალედის ზოდიაქოს ნიშანთათვის და უპირველეს ყოვლისა მოდით ავნიშნოთ, რომ სამი მნიშვნელოვანი რამ ხდება, უპირველეს ყოვლისა, მზე, ან შინაგანი ბუნების მმართველი მონათობელი, ასევე პლანეტა მერკური, გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა და პლანეტა მარსი, საქმიანობის ენერგიის მმართველი პლანეტა, სამივე გადაინაცვლებს ამ კვირაში მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. რაც ნიშნავს იმას, რომ მერწყულის დრო დგება და უახლოესი ერთი თვე მაინც უპირველეს ყოვლისა მერწყულისებრ თავისუფლების მოყვარეობა, იგივე კომუნიკაბილურობა, გონებამახვილობა, ასევე გარკვეულწილად სიჯიუტე წამოიწევს წინა პლანზე, რეფორმების სულისკვეთება, დემოკრატიული პრინციპების წინა პლანზე წამოწევა, ეს ყველაფერი თვალში საცემი იქნება. ამასთან ერთად დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში არა ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეს ხელს უწყობს ურთიერთგაგებას, იდეების მეტად რეალიზაციას, კომუნიკაციას, მგზავრობას, მოგზაურობას და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს თითოეულ ჩვენთაგანის ცხოვრებაში. ამიტომ თითოეულ ჩვენთაგან შეეთყობა, რომ ეს პოზიტიური ენერგოველი ხელს უწყობს ასევე მეტად წარმატებებს. აი დავიწყოთ პირველი ნიშანი, ვერძი. ვერძებო უპირველეს ყოვლისა რასხვილა პოზიტიური პერიოდია, ჯერ ერთი ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, რაც ხელს უწყობს აქტიურ მოქმედებას, ინიციატივის გამოვლენას, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას და ზოგიერთ შემთხვევაში თქვენ შეიძლება შეცვალოთ ტაქტიკა თქვენი მოქმედების ან აზროვნების, ასე ვთქვათ, პრინციპებიც კი რაც არ იქნება ცუდი. ამავდროულად სხვა მოვლენებმა შეიძლება განაპირობონ ეს ცვლილებები და აქედან გამომდინარე ცოტა მოიხდება დიპლომატიური მოქმედება ზოგიერთ შემთხვევაში, რაც თქვენ სიხისტისგან განსხვავებით მოგცემთ უფრო მეტი მანევრირების შესაძლებლობას, უფრო მეტად მიესადაგებით ცვალებად სიტუაციებს და ცვალებად ხასიათს ზოგიერთი ადამიანის, რომელიც თქვენს ირგვლივ ტრიალებს. აქედან გამომდინარე ეს უფრო მეტად მოგცემთ წარმატების შანსებს და სხვა შორის კარგი პერიოდი იწყება ინტერნეტთან კონტაქტისათვის. აქედან შეიძლება მშვიდობიანი ინფორმაცია მიიღოთ, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, მეგობრული კონტაქტებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია და საერთოდ აი სწორედ თქვენ ცხოვრებაში ვერძებო იწყება უკვე ამ კვირიდან რეფორმების დრო. შემოიტანეთ სიახლეები თქვენ ცხოვრებაში, ახალი მეთოდოლოგია, ახალი აზროვნება, ახალი ურთიერთობები და ასე შემდგომ. Os კარგია თქვენთვის 19 და 24 იანვრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 21 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, მთლიანობაში სტაბილური პერიოდია, შეიძლება ესე ითქვას. აქ ზოგიერთმა შეიძლება თქვენთაგანმა იპოვოს გავლენიანი ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ, ან ისეთი ადამიანი, რომლის რჩევა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება იპოვოთ არაერთი ალტერნატიული ვარიანტი სხვადასხვა პრობლემების გადაწყვეტისა. და ამასთან ერთად აღვნიშნოთ, რომ თქვენ შეიძლება შეგეცვალოთ სოფხედულობა ან წარმოდგენა ამ თუ მოვლენებს, რომელიც ხდება თქვენს ირგვლივ. ეს შეცვლის გარკვეულწილად ტაქტიკას თქვენი მოქმედებისა. არის გამორიცხული შეიძლება ძველი, უკვე დრომოჭმული კავშირები გაწყდეს. ანუ არ ითქვათ ამაზე შეგნებულად, ზოგიერთ შეიძლება ძველი პროექტიც აღარ მოგწონდეთ, ან ძველი წინადადება აღარ იყოს აქტუალური, გარკვეულწილად შეიძლება ესე ვთქვათ, რაც უფრო მეტად კარგი ურთიერთობები გექნებათ იგივე ხელმძღვანელ პირებთან, კოლეგებთან, ასე უფრო მეტად და მეტად ხელს შეუწყობს თქვენს მათ შორის პროფესიონალურ და ცხოვრებისულ წინსვლას და მეტად განვითარებას. Os კარგია თქვენთვის 22 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 20-25 იანვრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ახლა უკვე ტყუპების ჰაერისტიკის წარმოადგენელ ნიშანს, აღვნიშნოთ, რომ მთლიანობაში საკმაოდ კარგი პერიოდია. რატომ? იმიტომ რომ ენერგოტონუსი ნელ-ნელა იწყებს მატებას, ანუ ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული, უფრო კომუნიკაბილური, უფრო გონებამახვილი და ნებისყოფა მატულობს ამასთან ერთად შეიძლება ახალი წინადადებების წინაშე აღმოჩნდეთ. ზოგიერთ შემთხვევაში თუ კარგად იქნება მომფიქრებული, სარისკო მოქმედებაც კი იქნება გამართლებული. ამასთან ერთად ახალი ვარიანტები დაუშვათ შეიძლება გამოჩნდეს, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენი მოთხოვნების გაუმჯობესებას, პროფესიონალურ განვითარებას და წინსვლას. არის გამორიცხული, რომ შეიძლება ხელმძღვანელი პირები შეიცვალონ დაუშვათ იგივე თუნდაც თქვენ სამსახურში, რაც განაპირობებს ახალი კანონების, ახალი წესების შემოტანას. გარკვეულწილად ეს ცვლილებები სულაც არ იქნება თქვენთვის ცუდი. სხვა შორის პერიოდი უკვე კარგია მგზავრობისთვის, მოგზაურობისთვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისა და ურთიერთობისათვის, უცხოენების ასათვისებლად მოიმატებს ოპტიმიზმი, რაც ერთიორად ხელს შეუწყობს თქვენს განვითარებას და ასევე წინსვლას. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 19 და 24 იანვრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 21 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც.
რაც შეეხება კირჩხიბებო უპირველეს სკოლისა სიტუაცია უფრო სტაბილურია ამ პერიოდში, მეტი თვითარწმენა იქნება თქვენს ხასიათში და შესაძლებლობები, რათა შეცვალოთ გარკვეულწილად სიტუაცია თქვენი შეიძლება მდგომარეობა, სტატუს quo და ასე შემდგომ. აღნიშნოთ ისიც უფრო სხვანაირი დამოკიდებულება იქნებათ იმ მოვლენებისადმი, რომელიც თქვენს ირგვლივ ტრიალებს ამ პერიოდში და ზოგიერთი გეგმა შეიძლება შეიცვალოს სასიკეთოდ სხვათა შორის. რაც მეტად ენასკვლელს და აჭართ საიდუმლოს დაიცავთ, მით უფრო სწორად იმოქმედებთ და დროულად სხვადასხვა ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა, აქაც უპირველეს სკოლისა უნდა აკონტროლოთ პარტნიორის მოქმედება თუ საერთო ფინანსებია ამ ფინანსებისადმი, რომ აქაც რაღაც სახის გადახარჯვას არ ქონდეს ადგილი მაშინ. პერიოდი იქნება გაცილებით უფრო მშვიდი და სტაბილური. 23 იანვარი ყველაზე კარგია თქვენთვის ეს რიცხვი და ეს დღე, და არ ვარ 20-25 იანვრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ლომის მეფურნის შანსს უპირველეს სკოლისა, ეს პერიოდი უკეთესი, უფრო ჰარმონიულია თქვენთვის. ზოგიერთი არგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, იმუნიტეტი ძლიერდება, ფსიქოემოციური სტაბილურობა მატულობს და ან მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსები მოემატეს. მორალური კმაყოფილება შეიძლება თვალსაცემი იყოს თქვენი მოქმედებებით, მათ შორის და მოვლენებით, რომელიც ხდება თქვენს ირგვლივ. ამასთან ერთად შეფასების კრიტერიუმი სხვების მხრიდან თქვენდამი მოიმატებს, რაც ასევე მალამოდ დაედება თქვენს გულს. ამასთან ერთად შეიძლება ახალი საინტერესო ვალდებულებების ან დაუშვათ ინტერესების წინაშე აღმოჩნდეთ. ეს ის პერიოდი, რომელშიც ჯანმრთელობის გაუმჯობესება ხელშეუწყობს ასევე კოლექტიურ ერთობლივ ძალისხმევას, აქტიურ მოქმედებას, სხვა შემოქმედებით ინჭის და გამოვლენის კუთხით. პერიოდი უდავოდ ნაყოფიერია და ამუდროულად გავითვალისწინოთ, რომ ამ პერიოდში კარგია ქორწინება. ეს ის პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს პარტნიორულ ურთიერთობებს, მათ შორის პარტნიორულ თანამშრომლობას, სამართლიანობის ზრდას თქვენს ხასიათში, რაც ერთიურად ზრდის თქვენს ავტორიტეტს მათ შორის საზოგადოებაში. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 20-25 იანვრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარ 23 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ახლა უკვე ქალწულის ზოდიაქოს ნიშნულობებს, ქალწულებო მთლიანობაში სტაბილურობა ასევე მოემატებს თქვენ ცხოვრებაში და თქვენ უფრო მეტად ხარჯაჭერას იგრძნობთ პარტნიორთა მხრიდან, ასევე კოლეგების მხრიდან, ასევე ვნიშნოთ, რომ ეს პერიოდი, როდესაც შეიძლება ახალი იდეები, ახალი ინტერესები გაჩნდეს თქვენ ცხოვრებაში, გაქვთ სურვილი, რომ რაღაც განაახლოთ თქვენი შტაბიჟილებები. ამიტომ მოგზაურობის კუთხითაც კი პერიოდი კარგია. და აქვე აღნიშნოთ, რომ საინტერესო მოვლენები შეიძლება წარიმართოს თქვენ ცხოვრებაში, რომელიც ხელს შეუწყობენ უფრო მეტად ახლებურად, ასე ვთქვათ, თქვენს განვითარებას და წინსვლას. სხვა შორის ეს პერიოდი კარგია შვილებთან ურთიერთობისათვის, კონკურსებში, ლატარებში მოძლეობის მისაღება და გამარჯვების მისაღწევათაც კი. პირადი ურთიერთობა შეიძლება აშკარად გაუმჯობესდეს და თუ ჯანმრთელობის პრობლემები იყო, აქაც იგრძნობთ, რომ ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება და სტაბილურდება საერთო სიტუაცია თქვენს ირგვლივ. ყველაზე კარგია თქვენთვის 21 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარ 19-24 იანვრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება სასწავლის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, სასწავლებო უპირველეს სკოლისა აღნიშნოთ, რომ აქ უფრო მშვიდად გრძნობთ თავს ამ პერიოდში, ამასთან ერთად შეიძლება ახალი ვალდებულებები, ახალი საქმეები გამოჩნდეს თქვენ ცხოვრებაში და სხვა შორის ეს მატერიალურ კმაყოფილებასაც მოგიტანთ. ამასთან ერთად აღნიშნოთ ისიც, რომ მოულოდნელი ფინანსური წყაროები შეიძლება იპოვოთ, ან დავუშვათ ბონუსების, პრემიების წინაშე აღმოჩნდეთ, ახალი წინადადებების, ახალი პროექტების ფერხულში აღმოჩნდეთ ჩართული. ყოველ შემთხვევაში ეს ის პერიოდი, რომელშიც შეგიძლიათ მათ შორის გადაწყვიტოთ გარკვეული მატერიალური ან ფინანსური პრობლემები თუ გაქვთ, აი ესენიც კი ძალიან სასიკეთოდ იმოქმედებს რას ქვია მთლიანობაში თქვენზე და სხვა შორის უკვე აქ უმჯობესდება ურთიერთობა თქვენსა და სასწავლო პარტნიორებს შორის, თქვენსა და შვილებს შორის ურთიერთგაგება ხელს შეუწყობს ერთობლივ მათ შორის უკვე ძალისხმევას ამა თუ იმ მათ შორის საუბაცხოვრო პრობლემების გადაწყვეტის კუთხითაც. ყველაზე კარგია თქვენთვის 20 და 25 იანვრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარ 23 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ახლა უკვე მორიელებო, აი ეს პერიოდი გაცილებით უკეთესია, იმიტომ რომ ხარდაჭერას უფრო მეტად იგრძნობთ ირგვლივ ყოფი ადამიანებისაგან და უფრო მეტის თქვენს დაუშვათ იგივე სიტყვას თქვენ რჩევას ფასი დაედება. ამასთან ერთად ენერგოტონუსი თქვენი ჯერ კიდევ მაღალია, რაც ხელს უწყობს აქტიურ მოქმედებას, ინიციატივის გამოვლენას, მებრძოლის სულისკვეთების გამოვლენას. ეს არის აქტიური პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს გზავრობას, მოგზაურობას, აქტიურ ურთიერთობებს, ახალი შთაბეჭდილებების მიღებას, ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და სხვა შორის ცოდნის გაუმჯობესებასაც კი ხელს უწყობს იგი პროფესიონალიზმის დასს.
თუ რაღაც საუპასუხო პრობლემები იყო გადასაწყვეტი, აი ამ პრობლემებს ამ პერიოდში გაცილებით უფრო ადვილად და კარგად გადაწყვეტავთ. Ყველაზე კარგია თქვენთვის 22 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 20-24 იანვრის დღეები და ეს რიცხვებიც. მშვილდოს ნებო. საკმაოდ კარგი პერიოდია თქვენთვის, იმიტომ რომ აქ უკვე ენერგოტონუსი უმჯობესდება, ჯანმრთელობა ნელ-ნელა უფრო მდგრადი ხდება, ამიტომ ხდებთ უფრო აქტიური, ენერგიული, უფრო ინიციატივიანი, უფრო მეტი შესაძლებლობები გექნებათ იმისთვის, რომ მათ შორის გაუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, ჩაერთოთ ისეთ სფეროში, ისეთ საქმეებში, რომელიც ფინანსური კუთხითაც იქნება გამართლებული, შეუწყობს თქვენი მატერიალური მდგომარეობის საგრძნობად გაუმჯობესებას. და ეს პერიოდი არის მრავალფეროვანი უკვე კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებებისთვის საუკეთესო პარტნიორული თანამშრომლობა შეიძლება ჩამოყალიბდეს მგზავრობა, მოგზაურობის კუთხითაც მეტად ნაყოფიერი იქნება. აქ უმჯობესდება თქვენი ურთიერთობა დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან, რაც საგრძნობად გაზრდის თქვენი წინსვლის წარმატებების პერსპექტივებს. ყველაზე კარგია თქვენთვის 19-24 იანვრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 22 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ახლა უკვე თხის რქას, თხის რქებო პრესკოლისა ჯერ კიდევ კარგი პერიოდია, პოზიტიური შანსები, დინამიური, ასე ვთქვათ, შესაძლებლობებით და უნშოთ რომ ეს პერიოდი ხელს სკობს თქვენი მხრიდან საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას, საჭიროა ლიდერული ორგანიზაციული თვისებების წარმოჩენას, სხვადასხვა მგზავრობა, მოგზაურობის კუთხით, სწავლის კუთხით, საინტერესო ინფორმაციის მიღების კუთხით საკმაოდ ნაყოფიერი პერიოდია და პირადი ურთიერთობებისთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო დრო. უფრო მეტი შეიძლება აქ ჩაერთოთ ისეთ პროექტებში, რომელიც ფინანსური კუთხით იქნება მომგებიანი ან ადრეული თქვენი საქმეები, პროექტები ახლა ფინანსური კუთხითაც მოგიტანენ მატერიალურ დივიდენდებს. ზოგადად თქვენთაგან შეიძლება აღმოჩნდეს პრემიების და ბონუსების წინაშეც. ყველაზე კარგია თქვენთვის 23 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 20-25 იანვრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მერწყულებს, მერწყულებმა აქ აშკარად გამოცოცხლებით, იმიტომ რომ ახლა თქვენი დროა, პლანეტების უმრავლესობა თქვენ ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ გროვდება თქვენ ზოდიაქოში ის დიდი ენერგია, რომელიც ხელს უწყობს პოზიტიურ ცვლილებებს. ამიტომ მოიმატებს თქვენი მიზიდულობა, შარმი, ენერგია, კომუნიკაცია, გონებამახვილობა, ქარიზმა, რაც მიზიდავს სრულ ადამიანებს თქვენი პერსონისადმი. და ასევე ამშვით რომ ძალიან კარგი პერიოდი უკვე პირადი სასწავლო კონტაქტებისთვის შეიძლება ახალი საინტერესო იდეების წინაშე, ახალი პროექტების წინაშე აღმოჩნდეთ, ყოველ შემთხვევაში ურთიერთობების უმჯობესდება. აქ შეიძლება ახალი მეგობრული წრე წარმოიქმნას, ძველი ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აიყვანოთ. რეფორმებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დროა, აქ უფრო მეტად მარწუხები იხსნება და უფრო თავისუფლად გრძნობ თავს. თავისუფალი მოქმედება კი უფრო მეტად აძლიერებს ნაყოფიერებას თქვენი ურთიერთობების ან მოქმედებისა, რაც ერთიორად ზრდის თქვენს პოპულარობას და წინსვლის პერსპექტივებს. ყველაზე კარგია თქვენთვის 19-24 იანვრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 22 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება თევზებს, თევზებო, საკმაოდ კარგი პერიოდია, იმიტომ რომ აქ ხარ საკმაოდ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეგიძლიათ ახალ სფეროშიც მოსინჯოთ საკუთარი ძალები, ახლებურად წარმოაჩინოთ თქვენი მონაცემები, ნიჭი, უნარი. ეს პერიოდი კარგია ცოდნის გაფართოებისათვის, პროფესიონალური წინსვლისა და განვითარებისათვის, რაც მეტად კარგი ურთიერთობები გექნებათ იგივე მეგობრებთან, იგივე დაუშვათ თუნდაც კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, ეს ყოველივე ასევე ხელს შეუწყობს თქვენს განვითარებას და მათ შორის ახალი კარიერული სიმაღლეების დაპყრობას. პერიოდი კარგია იმ კუთხით, რომ იგი ხელს სკობს როგორც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, არაერთ საინტერესო იდეის პრაქტიკულ რეალიზაციას, რაც თავის მხრივ განაპირობებს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას და თქვენი რეიტინგის ზრდას საზოგადოებაში. მომატებული ინტუიცია ხელს უწყობს სწორი არჩევანის გაკეთებას და სწორი ნაბიჯების გადადგმას. ამიტომ მთლიანობაში ეს კარგი პერიოდია, სადაც უკვე აქტიურად გავლოთ. ყველაზე კარგია თქვენთვის 21 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 19-25 იანვრის დღეები და ეს რიცხვები. სამ ინფორმაციით, საუკეთესო სურვილებით, მეგისურვებთ ბედნიერ კვირას, ამერგე მშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.